საყელოს მოხსნის საშუალება იპოვე? დაწყმარდით. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამან იმოქმედოს. გუშინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მონების ქარავანი ჩამოდგა. თქვენი და იმ მონების საყელოები შექმნილია ერთი და იგივე მაგიური პრინციპით. გასაგებია. ესე იგი მონებით მოვაჭრემ შეიძლება იცოდეს მისი მოხსნის გზა. მაგრამ ჩემი აზრით ახლა გრინვუდის სამეფოს უნდა მივხედოთ. მაგისთვის შესაფერისი დრო არა გვაქვს. მართალი კი არის, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა მოხსნა ეს საყელოები. დიაბლო. ელფები პრობლემას არ წარმოადგენენ, მათ მალევე მოვუვლი. ასე რომ შეგვიძლია მონებით მოვაჭრეს თამამად დაუთმოთ დრო. შერა, მაპატია ასეთ მძიმე მომენტში მეტით, რომ ვერაფრით გეხმარებით. არაფერია, ყველაფრისთვის მადლობა. იმედი ახლა მაინც მოვახერხებ საყელოს მოხსნას. მე კი მას უკვე მივეჩვიე, მეშინია მის გარეშე ყელი არ გამიცივდეს. ესე იგი ეს არის მონების ბაზარი. რაშია საქმე, ლორდო დიაბლო? არაფერია. მე ხომ იაპონიაში გავიზარდე, მონები მხოლოდ კომპიუტერში მყავს ნანახი. ახ, ჩემო ბატონო, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ჩემი გული ვერ გაუძლებს. არა, რაც არ უნდა მოხდეს, თავი ხელში უნდა ავიყვანო. რაღაც ყველაფერი ისი არ არის, როგორც მე მოველოდი. მოგესალმებით, მოხეტიალე სიყვარულის სამყოფელში. ოხ, ამას დამიხედეთ, რამოდენიმე სტუმარი ყოფილა. უფროსი შენ ხარ? დიახ, მართველი ვარ, ჩემი სახელია მედიოსი. როგორი მშვენიერი გოგონები არიან? მზად ვარ ისინი ნებისმიერ თანხაში ვიყიდო. ისინი მონები არ არიან. მაშინ მაპატიეთ. მე კი მეგონა მათ გაყიდვას აპირებდით. უგრძნობ, რომ თქვენში არნახული მაგიური ძალა ბუდობს. რაო? თქვენში დიდი მაგიური პოტენციალია. და რომ გაგაბრაზოთ, არ ამგონია 9 სიცოცხლეც რომ მეყოს. რა მაგიური ენერგია? რაზე საუბრობს? ეგრეც ვიცოდი. ესე იგი მაგიური ენერგიის დინებით მიხვდი, რომ დიაბლო ძლიერია, არა? რა? ოჰ, მასში არსებულ მაგიურ ენერგიას თქვენს ხედავთ? დიახ, შენ რა არ ხუბრობ? ეგ ადრე რატომ არ გვითხრი? შენ ხომ არასდროს გიკითხავს? გასაგებია, ესე იგი გინდათ რომ ეგ საყელოები მოიხსნათ? შეძლებ? არ ვიცი. ადრე არეკვლელ მაგიასთან საქმე არასდროს მქონია, მაგრამ ვინაიდან ჩემთან თვით სელესმა გამოგიშვათ, მოდით ვწდი. ვაშა, დიდი მადლობა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შენი მაგიური ნაკადიც საკმაოდ საინტერესოა.
შენგან გამუდმებით გამოდის ბოროტი ბნელი ძალა. შენ შემთხვევით დემონიდან დაურსულებული ხომ არა ხარ? რა? ლედირემ, ნუ თუ ეს სიმართლეა, ეს როდის მოასწარი? საერთოდ არ არის სასაცილო. ნუ თუ მაშინ მოასწარი, როცა დიაბლომ საწამებლად წაგიყვანა. რა? მე? სკავსი არაფერი გაგვიკეთებია. და კაცის გვერდით მარტო უბრალოდ რომ იწვე ბავშვები მაინც ჩნდებიან, არა? რა? მაგრამ პანტერიანელიდან უწმინდურ ძალას გრძნობ. გვეყოფა ყმედობა სწრაფად მითხარი საყელო როგორ მოუხსნა? რა თქმა უნდა გეტყვი. მაგრამ ეგ ჩემი კომერციული საიდუმლოა. მინდა რა შეიძლება ცოტა მოისმინოს. მე გარეთ დაგელოდებით. მეც თქვენის ნებართვით დაგტოვებთ თავს რაღაც ცუდად ვგრძნობ. რაშია საქმე, ფერი თლად დაკარგე. ესე იგი, ჩემში არსებული მაგიური ენერგია შენს შეამჩნიე, არა? დიახ. არცაა გასაკვირი, შენ ხომ ასეთი ძლიერი ავანტიურისტი ხარ? რა? მართლა? კარგია რომ სულელი ხარ. მაგას რატომ მეუბნები რა დაგიშავე? ჩემში ჩაბეჭდილია დემონთა ლორდი კლებუსკრუმის სული. ჩემი მიზანია, რომ ჩემში არსებული დემონთა ლორდი კლებუსკრუმი დავამარცხო და მისი სული გავანადგურო. როგორღაც გადავრჩით. ახლა კლებუსკრუმის შესახებ მათ რომ გაეგოთ სავარაუდოდ პრობლემებს ვერ ავირიდებდით. გეფიცები, მე შენ უთუოდ გაგათავისუფლებ, ასე რომ ცოტა ხანი დამელოდე, რემ. თავს კარგად გრძნობ? დიახ, ყველაფერი რიგზია. მომეჩვენა თითქოს იმ ქალბატონს მედიოს შეუძლია სული სიღრმეში ჩახედვაც, მართლაც უსიამოვნო შეგრძნება იყო. შენც კი ასეთ პატიოსთან სამეფო რაინდსაც? სწორედ იმიტომ რომ რაინდი ვარ, რაც უფრო მეტად ცდილობ იცხოვრო პატიოსნად, მით უფრო მეტად ეფლობით ყუილებში. მართლა? ეს საიდუმლოა. შემეშინდა რომ ჩემ საიდუმლოსაც გაამჟღავნებდა. ყველა ადამიანს გააჩნია მისი საიდუმლო. მართლაც, ერთი რიტუალი ვიცი, რომლითაც ნებისმიერი საიდუმლო შენახვაა შესაძლებელი. მართალია ცოტა ბავშვურია. და რა რიტუალია? შეგიძლია თვალები დახუჭო და ხელი გამომიწოდო? ჩემ მშობლიურ მხარეში ასე ვაკეთებდით. ყველაფერი დაფარულია. გადმოცემის თანახმად ასეა შესაძლებელი საიდუმლოს დაფარვა. რაშია საქმე? არა, არაფერია. აი, დავასრულე. წამით მომეჩვენა, თითქოს ხელი ცოტათი გამითბა. მართლა? ეს ჯადოქარს პირველად ვაჩვენე და შესაძლოა შენში არსებული მაგიური ენერგია ამოქმედდა. დიდი მადლობა ალისა, შენთან საუბარმა დამაწყნარა. მიხარია რომ როგორმე შევძელი თქვენი დახმარება. ყველაფერი მზად არის? ნამდვილად ასე უნდა მეცვას? ჩვენ ხომ უბრალოდ საყელოს მოხსნა გვინდა? ძალიან გიხდება. ამ ბევრხანამ შერას რა მოაცვა? როცა ამას პირველად აკეთებ, უმჯობესია კანზე შეეხო. კანზე? ახლა კი მიდი, დაწექი. კარგი. ახლა ვასწავლე დიაბლოს, როგორ შეიძლება მაგიური ენერგიის წაკითხვა. როცა ამ ტექნიკას დაეუფლება, ადვილად მოახერხებს თქვენი საყელოების მოხსნას. პირველ რიგში, შერას შეეხე. დიახ. ასეთ ხმებს ნუ გამოსცემ. კი, მაგრამ გეყოფათ ფლირტაობა, მაგიური ენერგია წაიკითხე. ვინაიდან ჯადოქრობა შეგიძლია, მაგასაც შეძლებ. შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ ნამდვილად შეიგრძნობ. არ იფიქრო, რომ ეს გოგონას კანია. იფიქრე თითქოს მორიგ მაგიურ შელოცვას კითხულობ. მართლაც, ჩემს წინ ხომ შერა არის? ის არის კვერთხი. კვერთხი. ხედავ, დანახვა შეძელი. დიახ.
ახლა კი ცადე შეეხო იმ ადგილს, სადაც მაგიური ენერგია თავს იყრის. დავიწყოთ, შერა. დიახ. მაგრამ ცოტა მეშინია. მენდე. პირობას გაძლევ, როგორც კი ამას დავეუფლები, დამორჩილების საყელოს ეგრევე მოხსნი. მიდი. ჩემს წინ კვერთხია. ესეც ასე. დიაბლო, დაიცა. თავს რაღაც უცნაურად გრძნობ. ნუ თუ ეს არის მაგიის დინება. ნეტავს საით მიდის. დასასრული არ უჩანს. ისე სწრაფად ამოძრავებ, რომ სულთლად მომაძრობ. მაგარია, როცა ასე ვეხები ხედვის არეალი მეცვლება. როგორც ჩანს, უკვე კარგად ხედავ. მიდი ცოტა ქვევით ჩაიწიე. ქვევით? დიახ, ახლა მასში შენი ენერგიის შეშვებას სცადე. ნელა და სათუთად. თითქოს შერას ეფერები. დიაბლო, ჭიპი ძალიან გრძნობი არ ემაქვს. ეს არის ადგილი, სადაც მაგიური ენერგია თავს იყრის. აღონდა მაქარა. მის მაგიურ ენერგიას მოერგე და შენი ნელ-ნელა შეუშვი. შენი მაგიური ენერგია შერაში შეუშვი. მიდი, გარედან სწრაფად უნდა გაარღვიო და შიგნით შეაღწიო. შერა, მალე დავასრულებ. მიდი, ჩემში შემოუშვი. დიაბლო, დიაბლო, თითქოს ჩემში იღურება. რა? საბოლოოდ საყელოს მოხსნის საშუალება მაინც ვერ მოვძებნეთ. ხედავ, საკმაოდ კარგად გაისარჯეთ. დიახ, მაგიური ნაკადის დანახვა ადვილად ვისწავლებ. მაგრამ მას შემდეგ უკვე პრობლემები დამეწყო. დავინახე მაგიური ენერგია, რომელიც საყელოდან მოედინებოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ის მთელ ოთახში იყო გაბნეული, მე კი მიწევდა მისი ნაწილ-ნაწილ შეგროვება. თან ოთახში საკმაოდ სქელი ნისლია და მასში ყოფნა მხოლოდ სუნთქვის შეკავებით იყო შესაძლებელი. გასაგებია. შენ კი დაღლილობა საერთოდ არ გეტყობა. დიახ, არც არის გასაკვირი, მე უბრალოდ ვიწექი. დიაბლომ ჩემში მისი სითბო ჩაღვარა. ახლა თავს მშვენივრად გრძნობ. თავს რაღაც შეუძლოდ გრძნობ. ადრე ხომ არ დავწვეთ? წინააღმდეგი არა ვარ, ალბათ მკვდარივით დამეძინება. ალისია, თქვენ რას იზამთ? ჩვენ ხომ ვიძინებთ? არა, ეს შეუძლებელია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წინ დიდი გამოცდა მელის. მსგავსი რამისთვის ძალა აღარ დამრჩა. თან ასე ვერასდროს დავისვენებ. გთხოვთ, ჩემზე არ იდარდოთ. მე მეზობელ ოთახში დავიძინებ. გასაგებია. ძილინებისა. ფლეიტა? სასიამოვნო მელოდია. შეუძლებელია, ეს მელოდია ხომ? ელფი, როგორ? შენ აქ რა გესაქმება? ძმაო, ძმაო? მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. მე ვარ შერას უფროსი ძმა, გრინვუდის პირველი პრინცი, კირა ელ გრინვუდი. როგორც იქნა გიპოვე, შერა, წამოდი, სახლში დავბრუნდეთ. ესე იგი შენ ხარ ის სულელი, რომელმაც შერაზე ჯილდო დააწესა. დიაბლო, ჩემი ინფორმაციით, მასზე მონადირეები ვიღაცამ დაამარცხა და დაატყვევა. მსგავსი არამზადები შერას ხელსაც კი ვერ დააკარებენ. მოხარული ვარ მასე რომ ფიქრობთ. აქ ვარ იმისათვის, რომ შერა შეფარებისათვის პირადად გადაგიხადოთ მადლობა, მაგრამ ხედავ სხვანაირად გამიგეთ. სხვანაირად? მიხარია, რომ ყველანი ცოცხლები და უნებლები ხართ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თუ შერას არ დაგიბრუნებთ, თქვენ ჩვენთან ომს დაიწყებთ. ადამიანებთან ომს არ ვაპირებდი.
მაგრამ უბრალოდ მამა შერაზე ძალიან ნერვიულობს. ნება მომეცით მისი მუქარის გამო პირადად მოგიხადოთ ბოდიში. მოვლენების ასეთ განვითარებას არ მოველოდი. კარგი იქნება ყველაფერი მშვიდობიანად თუ კი ჩაივლის. რაშია საქმე? რაღაც შენ თავს არ გავხარ, ძმაო? კარგია თქვენი სიტყვები თუ სიმართლეა, მაგრამ გონია რომ ჩავარდნილი გატაცების შემდეგ უბრალოდ სხვა გზას მიმართავთ, პრინცო. შერა მაპატიე, სახელმწიფო ინტერესები წინა პლანზე დავაყენე, შენი გრძნობების შესახებ არც კი მიფიქრია. ხოლოდ შენი დაკარგვის შემდეგ მივხვდი თუ რაოდენ ძვირფასი ხარ ჩემთვის. გთხოვ, აპატიე შენს სულელ ძამიკოს. მე მხოლოდ შერას გადაწყვეტილება მაინტერესებს. შენი სიტყვები სიმართლეა თუ არა არ მაინტერესებს, პრინცო. მაგრამ იმაში კი გეთანხმები, რომ შერას გრძნობები დასაფასებელია. უკან დაბრუნდება თუ არა, ამას შერა მხოლოდ თავად გადაწყვიტავს. რემ. კარგით. რა თქმა უნდა, მისი გრძნობები მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ნება მომეცით დღეს ამ ფონზე დაგემშვიდობოთ. ჩვენმა მოულოდნელმა შეხვედრამ შერა ცოტათი აფორი აქა. მოდით ხვალ განმეორებით შემოგივლით. და მას კვლავ შევეკითხები თუ რა გადაწყვიტა. და უკან დაბრუნებაზე უარი რომ გითხრას, ომს დაიწყებ. რა თქმა უნდა არა. შერას გადაწყვეტილებას პატივცემ, გეფიცებით მას თავს დავანებებ. ნორმალური პიროვნება ჩანს. და თქვენ რას გააკეთებთ? თუ კი მას უკან დაბრუნება მოუნდება. სულელური შეკითხვა, მსგავსი რამ არასდროს მოხდება. დიაბლო. თუ უკან დაბრუნებას მართლა მოისურვებს, მაშინ იყოს მისინება. რა თქმა უნდა. დიაბლო. არ გეძინება? რემ, არ გძინავს? ძილისინ ქარი ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. მაპატიე ფანჯარას ახლავე დავხურავ. არ შეწუხდე. შეიძლება რომ ცოტა გესაუბრო? ხვალისათვის რას გეგმავ? პრინც კირას გაყვები თუ არა? დაბრუნებას არ ვაპირებ, ეს გადავწყვიტე მაშინ, როცა სახლიდან გამოვიქეცი. ის საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება მეჩვენა. სიმართლე გითხრა, თავადაც ვერ გავიგე ძმის სიტყვები რწფელი იყო თუ არა. ხომ არ ნერვიულობ? საერთოდ არა. უბრალოდ სახლის შესახებ რაღაცეები გამახსენდა. როგორი მგრძნობი არ ეხარ? დიახ, მასია. ჩუმად, დიაბლოს წინავს. ოი, მაპატიე. არა და საერთოდ არ მძინავს. და ახლა რის გაკეთებას აპირებ? ახლა? ელფები შენს დევნას შეწყვიტავენ. მოგზაურობას თუ კი გააგრძელებ, ვინმე ჩასაფრებული აღარ გეყოლება. მოგზაურობა ძალიან მიზიდავს, მაგრამ საბოლოოდ საკუთარი კაფე მინდა რომ გავხსნა. კაფე? კარგი აზრია, არა? ერთად ჩამოვჯდებით, ყავას დავლებთ და ვიჭორავებთ. მასე ცხოვრება უდარდელი იქნება. სიმართლე გითხრა, კაფეში ჯერ არ ვყოფილ ვარ. როგორც გავიგე, ფალტრაში ერთი ახლახან გაიხსნა. როგორმე ხომ არ გინდა ამ საქმეში შენც რომ შემომიერთდე? იცი რამდენი გეგმები მაქვს. როცა კაფეს გავხსნი, მე ვიქნები მეპატრონე. რემ, შენ ოფიციანტი, დიაბლო ჭიქებს დააკრიალებს. ჭიქებს? კარგი რა, შენს ოცნებაში ჩვენ რატომ ჩაგვითრიე? და რატომ გიკვირს? თქვენ ხომ ჩემი პირველი მეგობრები ხართ, მას შემდეგ რაც გრინვუდი დავტოვე. შენი პირველი მეგობარი? დარწმუნებული ვარ, შენთან და დიაბლოსთან ერთად ნებისმიერ ადგილს შემიძლია ვუწოდო საკუთარი სახლი. თქვენ ხომ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეთ და ძვირფასი მეგობრები გახდით. ახლა თქვენ უფრო ახლობლები ხართ, ვიდრე ჩემი ნამდვილი ნათესავები. სამწუხაროდ ახლა არ შემიძლია შენი სამომავლო გეგმების ნაწილი გავხდე. ახლა მე მაწევს ძალიან მძიმე ტვირთი, რომლის მოცილების გარეშე არ შემიძლია მოდუნება და სამომავლო გეგმების დადგენა. თან ეს ტვირთი უფრო და უფრო მძიმე ხდება. ხანდახან ვფიქრობ, დანებება ხომ არ აჯობებს თქო.
საგონებელში უვარდები. მე რით შემიძლია დახმარება? არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ხომ დიაბლო გვყავს. მართალი ხარ? შეიძლება დიაბლომ შეძლოს ჩემი დახმარება. შემდეგ კი? თუ მაინც მოგინდება ჩემი მიღება, მე სიამოვნებით დავთანხმდები შენს შემოთავაზებას და გავხდები შენი ოცნების კაფის პერსონალის ნაწილი. რემ მომშორდი? არა. რემ მიყვარხარ რემ გასაგებია ახლა კი მიდი მომშორდი. არა. სულელოშერა ჩემს კუც ხელი გაუშვი. მასე ხელის მოკიდება უკვე დიდი ხანია მსურდა. შეწყვიტე. მაშინ? ეი, ხელს სად მკიდებ? აი, დიაბლო დღეს ასე მომექცა. აიღო და მისი მაგიური ენერგია შემოუშვა. ამ ყველაფერს რატომ მიხსნი? აი, ხედავ, ის შენში უკვე შემოდის. უხშენი სულელო ელფო. ასე ხომ? დაძინებას ვერ მოვახერხებ. შერა, ხვალ ამ დროისათვის შენ სუმთლად ჩემი გახდები, მოუთმენლად ველი. შენ მე შვილს გამიჩენ, შერა.シェラー！私はシェラの仲間ですから。聞かせてくれ。お前の本当の気持ちを。